ტრიპოდის გამოუტანსაცნება განაჩენს ოპოზიციონერ ლიდერებს, საქალაქოში პოლიტიკოსების დევნის საქმის განხილვა გრძელდება. პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების შესწავლის ეტაპზეა. დღეს 5 მოწმის დაკითხვაა დაგეგმილი. არაა გამორიცხული, რომ რეჟიმა პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი ზაფხულის ბოლომდე გამოაცხადოს. დეა ბაძაღუა მუშაობს საქალაქოში, რომელიც ფორმულას პირდაპირ ეთერს უერთდება. დეა გისმენთ. თბილისის საქალაქო სასამართლოში ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე დაახლოებით 1 საათია, რაც მიმდინარეობს პროცესი. დღევანდელ სხდომას არ ესწრებიან პოლიტიკოსები. დღეს გრძელდება კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და 5 მოწმე ეყოლებათ მათ. ამ წუთებში კი სხდომათა დარბაზში იმყოფება მოწმე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გამომძიებელი კახაბერ ქაცანაშვილი და როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ის საუბრობს ელენე ხოშტარიაზე, ზურა გირჩი ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით და ამბობს იმას, რომ გიორგი ვაშაძისგან გაიგო კონკრეტული სიტყვები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უნდა გადაენაცვლოთ პარლამენტის მიმართულებით. ამაზე უფრო მეტ დეტალს ჩვენ სხდომის დასრულების შემდგომ გავიგებთ, რადგან როგორც იცით, მოსამართლე თამარ მახარობლიძის გადაწყვეტილებით სხდომები არის დახურული და მედიასა და დამსწრე პირებს არ ეძლევათ საშუალება, რომ შევიდნენ სხდომათა დარბაზში და თავად მოისმინონ თუ რას ამბობენ მოწმეები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კითხვას თუ როდის შეიძლება რომ დასრულდეს ეს პროცესი. როგორც იცით, ასევე დაჩქარებული წესით მიმდინარეობს ამ საქმის განხილვა და ის იმართება კვირაში 2 ჯერ, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს და შემდეგ სხდომაზე სავარაუდოდ უკვე დასრულდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და როგორც ადვოკატები ვარაუდობენ, შესაძლოა დაახლოებით 1 თვეში საზოგადოებამ განაჩენიც მოისმინოს. რაც შეეხება უფლებადამცველების პოზიციას, ისინი ამბობენ, რომ ამ საქმეს ეგრეთ წოდებული ჟესტების საქმესაც კი უწოდებენ, რადგან მათი თქმით მოწმე პოლიციელები, რომლებიც ამ საქმეში არიან, ამბობენ იმას, რომ ძირითად შემთხვევაში ამბობენ იმას, რომ კონკრეტულად არაფერი გაუგიათ, თუმცა ჟესტებითა და მიმიკებით ისინი ხვდებოდნენ იმას, რომ პოლიტიკოსები მოუწოდებდნენ მოქალაქეებს კონკრეტული მოქმედებისკენ. გარდა ამისა, გასულ პროცესზე გაჟღერდა იმ პირების სახელები და გვარები, რომლებიც ამ საქმეზე ბრალდებულები არ არიან, მათ შორის არის ლევან ხაბეიშვილი, მაგალითად გიორგი გახარია, გიორგი ქადაგიძე, რამაც გააჩინა კითხვები იმაზე, ხომ არ შეიძლება რომ ისინიც მათაც წარუდგინონ ბრალი ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ეს კითხვა ჯერ კიდევ კითხვად რჩება და ამაზე პასუხი არის უცნობი, თუმცა ადვოკატები ამბობენ იმას, რომ როდესაც მოწმეები ამ ადამიანებთან დაკავშირებით საუბრობდნენ გასულ პროცესზე თხრობის რეჟიმში, ბრალდების მხარე, ანუ პროკურორები მათ მიუთითებდნენ, რომ კონკრეტულად საქმეზე ბრალდებულ პირებთან დაკავშირებით ესაუბრათ. გახარიას კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რეალურად გახარია მოვლენების ეპიცენტრში, ასე ვთქვათ, პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე არასდროს ყოფილა და ჩვენთვის დაცვის მხარისთვის განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ამაზე, მხოლოდ ამ კონტექსტში, რომ ამითი კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ მოწმეები, რომელიც პროცესზე დადიან, ცრუობენ და რეალურ ინფორმაციას არ გადმოსცემენ. არც ბრალდებულების მიმართ განსაკუთრებულ ჩვენებებს არ იძლევიან, ჩვენ ამ საქმეს დავარქვით ჟესტების საქმე და რეალურად ესეა. ბრალდებულების მიმართაც ისინი იძახიან, რომ მათ არ გაუგონიათ, რაზე საუბრობდნენ ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ბადრი ჯაფარიძე და ასე შემდეგ. უბრალოდ ჟესტებით მათი აღქმაა, რომ ისინი ჟესტებით მოუწოდებდნენ აქციაზე მყოფ ადამიანებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში. არა მარტო გიორგი ქადაგიძეს, არამედ სხვა უამრავი ადამიანი არის ნახსენები კიდევ. რა თქმა უნდა, ჩვენი მოცემულობა ის არის, რომ ცუდია, რომ ეს გაჟღერებულია, იმიტომ რომ ეს არის სრულჩვენებები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პოლიციის თანამშრომლების, თუმცა გამოძიების სტადიაზე ნახსენები იყო რამდენიმე ისეთი პირი, მათ შორის გიორგი ქადაგიძეც, რომელიც ამ საქმეზე წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, და როდესაც კითხვა ისმება ბრალდების მხარისგან პოლიციელების მიმართ, ბრალდების მხარე ეუბნება, რომ ყოველთვის ეუბნება, რომ ადამიანებს, რომელსაც ბრალი არ აქვს წარდგენილი, არ აინტერესებს ამ საქმის ფარგლებში. ჩვენ თავიდანვე ვთქვით და ეხლაც ვიმეორებ, რომ მას აქვს პოლიტიკური სარჩული. და როდის რას გადაწყვეტს ბრალდების მხარე, ეს დამოკიდებულია იმ პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ქვეყანაში. ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე ყველაზე მძიმე მუხლებით ბრალი წარდგენილი აქვს ელენე ხოშტარიას, ზურა ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს და მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, რაც შეეხება 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება მიხეილ სააკაშვილს, ხოლო ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს, ასევე ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას ემუქრებათ 4 წლამდე პატიმრობა. როგორც გითხარით, ამ წუთებში კვლავ მიმდინარეობს პროცესი და ამ მოწმის გარდა დღეს ასევე დაგეგმილია 2 გამომძიებლისა და 2 ექსპერტის დაკითხვა. სხდომა გაწერილი არის 6 საათამდე.
გასათამდე და უფრო მეტ დეტალს ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით შემდეგ გამოშვებაში მოგიყვებით.